ჩვენ ვიმყოფებით ახლა სწორედ კინოცენტრის ახალ შენობასთან, სადაც დაიწყეს შეკრება აქციის მონაწილეებმა, კინომეტოგრაფები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან ახლა სწორედ აი ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ისინი საკუთარ წუხილს ხმამაღლა გამოხატავენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ კინოცენტრი არ დუმდეს ისე დროს, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი არსებობს, მათ შორის კინოცენტრმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია დაკავებულ მსახიობებთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია, ბუნებრივია ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყვნენ დღეს ქუჩაში და საკუთარი სათქმელი ასე ეთქვათ. ჩვენ ახლა გვექნება შესაძლებლობა გავესაუბროთ, აქ მყოფ ადამიანებს. ლანა ღოღობერიძე არის პირველ რიგში ჩვენთან ერთად და მინდა რომ მისი პოზიცია მოვისმინოთ. ქალბატონო ლანა, რა გაქვთ სათქმელი? რას გვეტყვით იმ დუმილზე, რომელიც კინოცენტრს აქვს გამოცხადებული ამ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რა არის თქვენი გულის ტკივილის მთავარი მიზეზი დღეს? იცი რა, მართალი რო გითხრა, არც მინდა კონკრეტულად კინოზე ლაპარაკი, იმდენად საერთო პრობლემები გვაქვს ყველას. ჯერ ერთი მინდა დავიწყო გუშინდელი დღით, იმიტომ რომ მართლა მიმაჩნია, რომ არაჩვეულებრივი აი პერფორმანსი და არფი თუ რაც გინდა იყოს, გუშინდელი გამოვლინება აი თავისუფალი სულის, შემიძლია თქვა და ჩვენი რაღაცა ეროვნული ენერგიის გამოვლინება. საერთოდ ხომ ხელოვნება მართლა აი ხელოვნება არის მაშინ არის მართლა ნამდვილი და სახალხო მაშინ არის, როდესაც ჟღერს სინქრონულად ხალხის მაჯისცემის, აი ხალხის მაჯისცემასთან უნისონში როცა არის, მაშინ ხდება ეს მართლა ნამდვილი ჭეშმარიტი ეროვნული და რაც თავია სახალხო. და აი ასეთი რამე ნახეთ გუშინ და ეს მე ძალიან მიხარია მართლა, იმიტომ რომ აი ეს არის ისეთ აი ხელოვნება მართლა მუდმივია საერთოდ, ამიტომ აი კინოც ასეა, კინოც, თეატრიც საერთოდ ყველა ტიპის ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალია, ეს კანონია, ეს არის კანონზომიერება და ეს ყოველთვის და ყველაფერში გამოვლინდება. და ის როგორი რეაქცია იყო ამაზე, მართლა აი გულით მებრალება ის ხალხი, ვინც აი ამას ვერ იგებს, რომ ეს არის მართლა რაღაცა ძალიან გულწრფელი, ხო აი რა მინდოდა მე თქვა, ეს სიტყვა დამავიწყდა, ყველაზე უფრო შეიძლება აი მახასიათებელი დღევანდელობის, რომ აი უცებ გრძნობ, ვინ არის გულწრფელი და ვინ აი რაღაცებს ამბობს რაღაცის გამო. ხო და ეს არაჩვეულებრივი იყო. და აი აქაც ყველა ვინც ახლა აქ არის შეკრებილი, ეს არის გულწრფელი ადამიანები, ვისაც მარტო თავისი პირადი არჩევანი აქვს და თავისი პირადი აი სულის გამოვლინება ის რომ მოდიან და ყოველდღე და მე ყოველდღე არიან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლანა. პროტესტი აცოცხლებს ქვეყანას და პროტესტი ცხოვრობს, შეიძლება ითქვას. 58 დღეა თბილისის ქუჩებში მუდმივად პროტესტის ხმა ისმის. ქალბატონო ლანა, პირდაპირ ეთერში ვართ. მინდა რომ თქვენც კითხოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რატომ გადაწყვიტეთ, რომ დღეს აი ამ ფორმით გამოგეხატათ კიდევ ერთხელ პროტესტი, რა სათქმელით ხართ გამოსული ქუჩაში და რა არის მიზეზი, რის გამოც აი ეს ადგილი შეირჩა სწორედ პროტესტის? ჯერ ერთი მე მარტო ამ პროტესტთან დაკავშირებით არ გამოსულა ქუჩაში. მე პირველი დღიდან მდგება ქუჩაში, მაგრამ დღეს ეს პროტესტი არის იმ კატასტროფის წინააღმდეგ, რაშიც დღეს ჩვენი კინო, ქართული კინო, რომელიც იცით მართლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ჩვენი კულტურისა, რომელსაც საქართველოს სახელი მსოფლიოში გააქვს ძალიან მაღალ დონეზე და მართლა ძალიან ნიჭიერი ხალხით არის ჩვენი საქართველო სავსე კინემატოგრაფისტებით. აბსოლუტურად, აი მე სხვა უკვე კულტურის სფეროებზე ახლა არ ვილაპარაკებ, რაც საერთოდ საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ კინო არის აბსოლუტურად კატასტროფაში. იმიტომ რომ აი უკვე ესე იგი აღარც ფილმებს გვაღებინებენ, აღარც გვაფინანსებენ, აღარც
კინოცენტრი, რომელიც აი ასე მუშაობდა ამდენი წლის მანძილზე, ფილმებს ვიღებდით, კონკურსები იყო, აღარაფერი აღარ არსებობს. იცით, ეს არის კატასტროფა. ეს არის ძალიან გააზრებული აქცია, ძალიან გააზრებული მთავრობის მე მინდა დავაზუსტო რომელი მთავრობის. ეს არის ქართული ოცნების მიერ თავისთვის არჩეული მთავრობის პოლიტიკა. საქართველოში არ უნდა იყოს კულტურა, არ უნდა იყოს განათლება, არ უნდა იყოს კინო, არ უნდა იყოს ეკონომიკა, უნდა ვიყოთ მათხოვრები, რომ ჩაუვარდეთ მუხლებში ჩვენს ჩრდილო მეზობელ რუსეთს, რომლისკენაც ასე მიისწრაფის ეს ჩვენი ქართული ოცნების მთავრობა. მე აუცილებლად მინდა კითხოთ, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერლინერისთვის ემზადებიან, აქტიურად ვრცელდება ამაზე. ჩვენ გვახსოვს შარშან საკუთარი მეგობრებით იყვნენ წარმოდგენილი კინოცენტრის წარმომადგენლები. წელს როგორი მოლოდინები გაქვთ თქვენ, რა იქნება იმ ფონზე, როდესაც არავინ არ საუბრობს თუნდაც ანდროს შესახებ, ის გამორჩეული მსახიობია. იცით რა, არავინ არ საუბრობს, როგორ არ საუბრობს ახლა. არა, კინოცენტრის დავალებით არის მე მგონი დაჭერილი სპეციალურად ანდრო, იმიტომ რომ ასეთი ფანტასტიკური მსახიობი, ასეთი მომავლის მქონე, ასეთი აბსოლუტურად კინემატოგრაფიული, თეატრალური ძალიან საინტერესო მსახიობი დღეს არაფრის გულისთვის ზის ციხეში და მას საშინელ მუხლების იმას ცდილობენ და ცდილობენ რომ მიუსაჯონ. ეს არის კატასტროფა. არა, ესე იგი მთელი ჩვენი ქვეყნის, მისი მომავლის და აი ამ საოცარი ახალგაზრდობის, რომლებსაც ისინი მომავალს უსპობენ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყურე. მე მინდა რომ ვაჩვენოთ პირველ რიგში დიმა რა ვითარება არის, შეკრება უკვე დაიწყეს აქ ადამიანებმა, კინემატოგრაფებმა, მათმა მხარდამჭერებმა, კინოს მოყვარულებმა, ცეცხლი ოლიგარქიას, აი ეს შეძახილები ისმოდა რამდენიმე წუთის წინ კინოცენტრის ახალ შენობასთან, აქეთან მხარესაც ვაჩვენოთ და ვაჩვენოთ ბანერები, რომელიც განთავსებული არის უკვე გაშალეს კინოტერორის წინააღმდეგ, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, საქართველოს ცოცხალი და დამოუკიდებელი არის. ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი სტუმრებთან, აქ შეკრებილ ადამიანებთან, მათ პოზიციას მოვისმენთ. დავით ვაშაძეს ვხედავ და მას ვთხოვ ახლა რომ ისაუბროს ჩვენს ეთერში. დავით, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება რომ აქეთ გადავინაცვლოთ, თან ვაჩვენოთ მაყურებელს დავათვალიერებინათ მიმდებარე ტერიტორია როგორ გამოიყურება, ახლა იწყება სწორედ შეკრება. რას გვეტყვით, რა გაქვთ კინოცენტრისთვის სათქმელი დღეს და თქვენი გულდაწყვეტის მიზეზი რა არის ყველაზე მეტად ახლა? ხო, ყველაზე დიდი გულისხმეტა ის არის, რომ ეს ორგანიზაცია, რომელიც უნდა წარმოადგენდეს კინოსექტორს, არის აბსოლუტურად გაჩუმებული, არანაირი რეაგირება არ აქვს იმ რეპრესიებზე, რაც კინოსფეროს წარმომადგენლების მიმართ ხდება. ხო, ვიცით ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ახალგაზრდა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სრულიად უსაფუძვლოდ არის დაკავებული, ის იმყოფება ციხეში და კინოცენტრს ამის შესახებ არანაირი რეაგირება არ ქონია. პრინციპში ეს არის იმის სახე, რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება, ხო? რეპრესიები, უბრალოდ ანდრო რადგან ცნობილი მსახიობი, ამიტომ უფრო საზოგადოებისთვის ის გასაგებია და საკვირველია ზოგადად ეს ორგანიზაცია რისთვის ფუნქციონირებს ახლა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბერლინალეზე უზარმაზარი დელეგაციით კვლავ მიემგზავრებიან დასათვალიერებლად. ალბათ საკუთარ მეგობრებთან ერთად ისევ. კი, ალბათ როგორც გასულ წელს ისევ ბევრ მეგობარს აიყვანენ და მე მაინტერესებს რა პასუხები ექნება თუნდაც ევროპელების მიმართ, ხო? კინოსფერომ, სრულიად კინოსფერომ სოფლიოში კარგად იცის ის რაც ხდება ქვეყანაში. ევროპის კინოაკადემიამ სპეციალური განცხადებაც გააკეთა იგივე ანდრო ჭიჭინაძის დაკავებასთან დაკავშირებით და რა ვიცი, ეს არის პროტესტის ერთ-ერთი კერა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ძალიან დიდი მადლობა, დავით. კინოტერორის წინააღმდეგ ეს არის მთავარი სათქმელი დღევანდელი საპროტესტო
გამოსulis და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო 2 წელია ძალიან მძიმე ვითარება არის კინოცენტრში. კინოცენტრს მართავს ადმინისტრაცია, რომელიც სრულად ასრულებს ოლიგარქიული რეჟიმის ყველა დაკვეთას, შეიძლება ითქვას და ამიტომ გულისწყრომა ძალიან დიდი აქვთ კინემატოგრაფებს. გიორგი თავარდქილაძე არის ახლა ჩვენთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ მისი პოზიციაც კინოტერორის წინააღმდეგ. მთავარი სათქმელი ეს არის თქვენი როგორც დღევანდელი აქციით ირკვევა. გითხარით რა ვითარება არის კინემატოგრაფები, რაზე ხართ ახლა ყველაზე მეტად გულდაწყვეტილები, რას ითხოვთ და რატომ ფიქრობთ რომ ეს დუმილი რომელიც ცენტრისგან ისმის და პრინციპში არაფერი არ ისმის, ახლა არის დანაშაული? დანაშაულში არის ჩათრეული არაერთი ჩვენი კოლეგა, იმიტომ რომ დანაშაული არ დუმილი, როგორც შენ თქვი ნანუკა. მაგრამ გულისწყეტაზე რო გითხრა, მე მგონი გულისწყეთის ეტაპი ჩვენ გადავლახეთ უკვე. გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა ზოგიერთს რომ ხედავ ამ დანაშაულში, მაგრამ ჩვენი საკეთებელი არის ჩვენი საკეთებელი. ჩვენ უნდა ვიყოთ ტერორის წინააღმდეგ, კინო რა თქმა უნდა ტერორის წინააღმდეგ, თეატრი ტერორის წინააღმდეგ, მაგრამ პირველ რიგში მოქალაქეები ტერორის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თუ იქნება ჩვენ სივრცეში ტერორი, ჩვენ ვეღარ ვიარსებებთ როგორც მოქალაქეები. ეს არის ფუნდამენტური ამბავი და მე მინდა თქვენი ეთერით მივმართო ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დღეს ცილის წამების კასკადი დაატრიალა, მას მოუწევს აუცილებლად პასუხისგება სასამართლოს, ნამდვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, როცა მოვა მისი დრო, აი იმ ცილის წამებისთვის, რაც დაგვაბრალა დღეს. მე მას მინდა უთხრა, რომ რაღაცებს პირდება, არ ვიცი ჩვენ გვპირდება თუ სხვებს პირდება, რომ ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოსგან, ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი არ არიან ხელისუფლება. ირაკლი კობახიძე არ არის ხელისუფლება და არ არის პრემიერ-მინისტრი. აი ჩვენ რომ გვეყოლება ნამდვილი ხელისუფლება, ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, მაშინ ხელოვნება მიიღებს მისაღებს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი თავარდქილაძეს. მაშასე როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზუსტად 6-ის ნახევარზე გაკეთდება განცხადება, იქ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით კინოცენტრის შენობასთან და ჩვენც ბუნებრივია მოგასმენინებთ სათქმელს და იმ პოზიციას, რომელიც აქ შეკრებილ ადამიანებს აქვთ, როგორც თავად ამბობენ, ისინი კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებენ და ისაუბრებენ უფრო მეც როგორ ხედავენ ჩიხიდან გამოსulis გზებზე. ახ წუთებშიც იწყება შეკრება და თქვენ ხედავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე გამოვიდა კინოცენტრის ტერიტორიაზე და ჯერ ისევ გრძელდება აქ შეკრება ადამიანების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ოლიგარქიულ რეჟიმს და მის მმართველობას.